გამარჯობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მინდა ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ გამცნოთ. დავიწყე ახალი პროექტი, რომელსაც ჰქვია პოეტის ავტოგრაფი. ამ პროექტის ფარგლებში გამოვიდა წიგნი პირველი. აი ეს გახლავთ წიგნი პირველი პოეტის ავტოგრაფი. ეს წიგნი არ არის მხოლოდ პოეტთა და ლექსთა კრებული, ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან შინაარს იძენს. ენა არის სამშობლო, ხოლო პოეზია მისი მარადიული ხმა. ასე იწყება რედაქტორის სიტყვა, რომელიც მივუძღვენი იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ აი ამ კრებულში. მინდა გითხრათ, რომ ამ გამოცემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის გარემოება ანიჭებს, რომ მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის პოეტებთან ერთად წარმოდგენილნი არიან ისტორიულ საქართველოს მიწებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ავტორები. ტაუკლარჯეთიდან, შავშეთიდან, იმერხევიდან, აგრეთვე არიან ძველი კონსტანტინოპოლიდან, იგივე სტამბოლიდან. განსაკუთრებული სწორედ ამიტომ არის ეს წიგნი, რომ ამას არა მარტო პოეზიის ერთობლიობის კრებულის დანიშნულება აქვს, არამედ ამისი დანიშნულება შეიძლება ითქვას არის ისტორიული. რადგან იმ ადამიანების სახელგვარები, რომელსაც მე ახლა ჩამოვთვლი და რომელიც ამ წიგნში არის შესული როგორც ავტორებისა, არის ძალიან დიდ სევდასთან, ტკივილთან დაკავშირებული წინაპრების წარსულით. მათ ძალიან უყვართ სამშობლო, მათ ძალიან ტკივათ სამშობლო, მათ ძალიან უყვართ ქართული ენა, პოეზია, კულტურა და ასე შემდეგ. ყველაფერი, რაც ქართულთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ქართველ თანამედროვე პოეტებთან ერთად გადავწყვიტე ამ კრებულში პოეტის ავტოგრაფში მათი რამდენიმე ლექსი შემეტანა. ვინაიდან და რადგანაც ამ წიგნში განთავსებულია ორ ქვეყანაში მცხოვრები ქართველების პოეზია. ეს ფაქტი აღნიშნე აი ამ სიმბოლოებით. ორი ქვეყნის დროშა არის განთავსებული პირველ გვერდზე. ასე რომ ეს პატივისცემა ამ ფორმითაც გამოვხატეთ. მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ ჩემო თურქეთში მცხოვრებო ქართველებო, მეგობრებო და მოგილოცოთ თქვენს სამშობლოში, საქართველოში მოღვაწე თანამედროვე პოეტების გვერდით თქვენი ლექსების დაბეჭდვა. და ეს ავტორები გახლავთ ჩემო ძვირფასებო. პირველი ჰავა აი딘, ანუ ევა გივიძე, ჩვენი ძვირფასი ქალბატონი, ქართველი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ქალაქ სტამბოლში. ევა არ გახლავთ პოეტი, მაგრამ ბოლო დროს მან დაიწყო ლექსების წერა და მისი ლექსის თარგმანი მეკუთვნის მე, ნათია ჯიმშელეიშვილს. ბატონი ორჰან ბერიძე. ორჰან ბერიძეც ასევე გახლავთ თურქეთში, ამჟამად სტამბოლში მცხოვრები ქართველი და მინდა გითხრათ, რომ ორჰან ბერიძე ასევე გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, რადგან მან გამოსცა წიგნი საუკუნის ზევდა. მის მიერ დაწერილი ერთადერთი ლექსი არის შესული ამ კრებულში. შემდეგი ავტორი გახლავთ ჰასან ბერგ მოფინაძე. ბატონი ჰასანი ასევე არ გახლავთ პოეტი, ჩემო კარგებო, მაგრამ მან ერთ დღეს გამომიგზავნა ლექსი და მთხოვა, რომ ამ ლექსისთვის გადამეხედა და ჩემებურად დამემუშავებინა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ლექსს არ შევხებივარ, უბრალოდ ლათინური ასოებიდან გადმოვიტანე ქართულ კალიგრაფში და ისე წარმოვდგინე და გავაცანი საზოგადოებას. შემდეგი გახლავთ ჩემი უძვირფასესი მეგობარი მუსა ბულბულ ილია თეთრაძე. ჩემი ძვირფასი მეგობარი, რომელიც ცხოვრობს ამჟამად ართვინში და გახლავთ სოფელ ბაძგირეთიდან. ილიას ორი ლექსი არის წიგნში შესული, ერთ-ერთი ლექსი ცნობილი ლექსია უკვე, იმიტომ რომ ის არაერთხელ გაჟღერებულა და დაბეჭდილა კიდეც, ხოლო მეორე ლექსი ეძღვნება ჩემს ტაუკლარჯეთში მოგზაურობას.
შემდეგი გახლავთ სელამი ბლუმუში. სელამი ძალიან კარგი ქართველი გახლავთ. რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანი იცნობთ, ის არის კალიგრაფი და არაჩვეულებრივად წერს არა ქარგავს ქართული ასოებით. მახსოვს, როდესაც სელამმა ერთ დღეს წლების წინ მის მიერ დაწერილი ლექსი გამომიგზავნა. უბრალოდ გასაცნობად. მე ეს ლექსი შევინახე, რა თქმა უნდა, ჩემს არქივში და აი დღეს აი ამ წიგნის ფურცლებზე დაიდო ბინა. ეშრეფ ილმაზი, გოდერძი მახარაძე. ბატონი ეშრეფი კი ნამდვილად პოეტი გახლავთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ბატონი ეშრეფი გახლავთ მოღვაწე ადამიანი, რომელიც ქართულ კულტურას დიდებულად ემსახურება ქალაქ სტამბოლში. იგი ასევე გახლავთ პედაგოგი ქართული ენის წერა-კითხვის შემსწავლელ კურსზე და პოეტი, რომელიც არის არაერთი წიგნის ავტორი თავად. შემდეგი ავტორი გახლავთ შინაზი ოსჯანი. ბატონი შინაზის ლექსი ერთ დღეს ბატონმა ორხან ბერიძემ გამომიგზავნა. წყარედულად ნათარგმნი და მისი პოეტური თარგმანი მეკუთვნის მე, ნათია ჯიმშელეიშვილს. ლექსი არის ძალიან საინტერესო, მიუხედავად იმისა, რომ ბატონის შინაზიც არ გახლავთ პოეტი. შემდეგი ლექსი ეკუთვნის ასევე ჩემს ძვირფას ქართველს, მეგობარს სონერი ორალს, სოსო ჩივაძეს. ბატონი სოსო წლების წინ გავიცანი, დაახლოებით ალბათ 12 წლის წინ და ერთ ვიდეოში მან წამიკითხა მის მიერ დაწერილი ლექსი. ვიდეო არქივიდან ეს ლექსი ამოვიღე და აი ამ წიგნის ფურცლებზე გახლავთ მობინადრე. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ აი ამ შენაძენს. ამ შენაძენს ვულოცავ ჩემს თანამემამულე ქართველებს, ემიგრანტ ქართველებს და თურქეთში მცხოვრებ ქართველებს. ამ ჩვენს ბედნიერებას, რომელსაც პოეტის ავტოგრაფი ჰქვია, კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო ფაქტი ამყარებს. მინდა წარმოგიდგინოთ, აი ეს მადლობის სიგელი, რომლითაც ქართველი ავტორები დააჯილდოვა თურქეთში, კერძოდ სტამბოლში მოღვაწე ქართული კულტურის ცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა ბიულენდ ოზგენმა. ასევე ამ სიგელს ხელს აწერს და გასცემს ქართულ-თურქული ამბების პორტალი გურჯუ ჰაბერ და მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი თეხმი უზალ უსტიაშვილი. ამ სიგელს ხელს აწერს ასევე ნათია ჯიმშელეიშვილი, ანუ მე, როგორც მზის თეატრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ადამიანებს, ამ ორგანიზაციებს იმისათვის, რომ ეს ფაქტი, რასაც ქვია პოეტის ავტოგრაფის გამოცემა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ხიდის გადება ჩვენ ორ საქართველოს შორის, აი ასეთი მნიშვნელოვანი მადლობით აღნიშნეს და გაახარეს ჩვენი თანაავტორები. ძალიან დიდი მადლობა მათ. გილოცავთ კიდევ ერთხელ, გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს. პროექტი პოეტის ავტოგრაფი გრძელდება.